ფრაზები, რომლებმაც შესაძლოა ავნონ თქვენს სხეულს. სიტყვები შეიძლება როგორც მოარჩინოს სხეული, ასევე ავნო მას. ახლა მოგიყვებით იმ ფრაზებზე, რომლებიც უმჯობესი არასოდეს უთხრათ თქვენს სხეულს. Თუ რას გავარ დღეს? აი ამ ფრაზით არა მარტო აკრიტიკებთ თავს, არამედ აჩვევთ სხეულს სირცხვილს მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ არსებობს. ან როდესაც ამბობთ, ვერ ვიტან ჩემს სხეულს. ამით თითქოს უარს ამბობთ საკუთარი სიცოცხლის საფუძველზე, რადგან სხეულს ეს ესმის არა როგორც უბრალოდ თქვენი ემოცია, არამედ როგორც უარყოფა და იწყებს საბოტაჟს. თუ თავზე ამბობთ, არ ვარ ლამაზი, თქვენ ამით მხოლოდ თავს კი არ აღწერთ, არამედ აძლევთ ბრძანებას სამყაროს არ შეგამჩნიონ. ან ამბობთ, ჯერ გავხდები და მერე დავიწყებ სრულყოფილ ცხოვრებას. ამით ცხოვრების გადადებას იწყებ და ეს მერე შეიძლება არც დადგეს. ან ამბობთ, საშინელი ფეხები, მუცელი კანი და ასე შემდეგ მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ნაწილი არ მოგწონთ საკუთარი სხეულის. ამგვარადაც სამწუხაროდ სხეულის უარყოფას აკეთებთ და ის ვეღარ გიწევთ კომფორტული სახლის ფუნქციას და ხდება ციხე. თუ ამბობთ, რომ სხეული უკვე დაგიბერდათ, ტონუსში აღარ არის, ამით სიამოვნებას და მგრძნობელობას ბლოკავთ. უფლებას იყოთ სხეულში, აქ და ახლა. საკუთარი თავით ტკბობის გზას კეტავთ. თქვენი სხეული არ არის აუცილებელი იყოს იდეალური, მაგრამ ჯანმრთელი რომ იყოს, მისთვის მნიშვნელოვანია გიყვარდეთ ის, რადგან სიტყვები, რომლებსაც მას ვეუბნებით, ხდება ჩვენი ენერგეტიკული ვიბრაცია უჯრედულ დონეზე და თქვენ ირჩევთ, როგორი ვიბრაციები გქონდეთ.